ბინა თუ ვიღაცას თუ ვაჩუქე ამას თუ დამიბეგრავ სამშენებლო კომპანიას ან ამახევ, იმიტომ რომ მერია ხარ და მხოლოდ რაღაცა ესე მე შენ უნდა გადაგიხადოს იმ მოქალაქემ მადლობა, რომ ბინა მიეცი, მე კი არა, რომელსაც ამახიეს და შემაწერეს ან რაღაცაში გამიცვალეს სამშენებლო პირობებში, არამედ მერიას უნდა გადაუხადოს მადლობა. მე მომეცი აწია სტიმული, გადასახადი შემიმცირე, რაღაცა უკეთესი პირობებით აშენების უფლება მომეცი და არა სიგანეში გადამჭერი, სიმაღლეში გადამჭერი, ასექენი ისექენი და საბოლოო ჯამში მე ჩემი მოგება რომ განსაზღვრული მაქვს ჩემი ინტერესი, აღარ მაქვს რა იმისი სურვილი და ენთუზიაზმი, რომ ახლა ვიღაცას კიდევ უფასოდ მივცე ეს ბინა. შექმენი უკეთესი სტიმულები და იქნებ უკეთესი პირობები დადგეს და არ იყოს, მაგრამ რა სჭირდება ეს ხელისუფალს არ ჭირდება ხელისუფალი, რომელიც ან მთავრობა ადგილობრივ იქნება ცენტრალურ, რომელიც მასზე დამოკიდებულ ხდის ადამიანებს ასაწყლებს და აი ამ საწყალი პოზიციიდან რაღაცას უწყალობებს, აი ამას ჩაკეტილ წრეს რო აკეთებს და მე მუდმივად ასეთ ამომრჩეველს ასუსტებს, ღარიბს, მიუსაფარს, გაჭირვებულს, მე მადლობელი უნდა იყოს ვიღაც, ანუ ეს ხო მისთვის საუკეთესო ამომრჩეველია. არც ერთ ხელისუფალს ხო არ ჭირდება ბევრი მდიდარი, ძლიერი, გაერთიანებული ამომრჩეველი. ადამიანებს თავისი წილი ამ ქვეყნიდან რო ეკუთვნით, ეს წილი უნდა მიიღონ და ამას თუ მიიღებს, აღარ გვეყოლება მინიმუმამდე დავიყვანთ ღარიბების რაოდენობასაც, ღატაკების რაოდენობასაც და ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა ძალიან მალე გახდეს ბევრად უფრო მდიდარი, ვიდრე ახლა არის. სხვა შემთხვევაში, როგორც თქვა, გამოუანგარიშებიან და 50 წელი დაგვჭირდება, რომ რაღაცას დავეციოთ და იმ ოჯახებს, რომელსაც ახლა არანაირი შანსი არ აქვთ, რომ საკუთარი საცხოვრებელი შეიძინონ, 50 წლის მერე შეიძლება არ ქონდეთ და ახალი ოჯახები მიემატოს